ეხლა მოვამზადოთ გუფთა მაწვნის სოუსით. ავიღოთ დაახლოებით 1 კილოგრამი ხორცი. მოვშუშოთ 3-4 საშუალო ზომის თავი ხახვი ცხიმში და გატარებულ ხორცს დავაყაროთ. დავუმატოთ შავი წიწაკა, ძირა და ესა მოწალული ბრინჯი. მოწალული ბრინჯი დაახლოებით უნდა იყოს რაოდენობით ჭიქანახევარი. უკვე მზა ფორმაში. გავაკეთოთ მრგვალგვალი ბურთები და ცხიმ წასმულ ტაფაზე დავაწყოთ. გავამზადოთ ღუმელში შესადებად. მხოლოდ მანამ ამას მოვამზადებდეთ, ტაფაზე დავჭრათ, ტაფაზე მოვათავსოთ ცხიმი, დავჭრათ წმინდად ხახვი, პომიდორი, ცოტა მწიყვი ესა მარილი, ნიორი და მოვშუშოთ პომიდორთან ერთად, დაჭრილ პომიდორთან ერთად, თუ პომიდორი არა გვაქვს, შეგვიძლია ვიხმაროთ ტომატ პიურე. გავამზადოთ წვენი, ეს წვენი უნდა დავასხათ ამ გაწყობილ გუფთებზე. გუფთები უნდა მოვათავსოს ისეთ ტაფაზე, რომ ერთმანეთს არ ედებოდეს და ერთსა და მეორეს შორის იცარიელი იყოს, რომ ამ პომიდორის წვენმა დაფაროს. შევდგამთ ღუმელში და გამოვაცხობთ ღუმელში. როგორც კი გამოვიღებთ, უნდა მირთმევის წინ გავამზადოთ ასეთი სოუსი. ავიღოთ გაწორული მაწონი, დავუმატოთ მაწონს ნიორი, შევკვაზოთ მაწორი და ჩეჩქვილი ნიორით გატარებული ნივრით და დაჭრილი წმინდად ცერეცოთი. გადავასხათ თვითოულ ამოღებულ თევზზე გუფთას, თავის წვნიანა უკვე გამზადებულს, ეს საწებელი. შეგვიძლია ერთიანად გადავასხათ, თუ იმდენი რაოდენობის გუფთა გამზადებული, რამდენი ადამიანიც და სტუმარიც ყავთ და გამარტივდება პროცედურა. ემრიელად მიირთვით.